როდესაც სიღრმისეულად ჩავიხედეთ ფასებში, იმ დასკვნამდე მივედით, რომ 50% ძვირია საფრანგეთში ზუსტად იდენტური პროდუქტი, რასაც უფრო იაფად შეიძენ საქართველოში. აცხადებს კობახიძე ფასების კომისიის დასკვნის შემდეგ. კობახიძეს, რომელმაც 4 თვის წინ მაღალი ფასების წინააღმდეგ კამპანია იმით დაიწყო, რომ ევროპაში პროდუქტი ბევრად იაფია და ქსელურ მაღაზიებს მაღალ მოგებებში ადანაშაულებდა, ახლა სხვა პოზიცია აქვს. ფასებზე საუბრისას მას არ უხსენებია, რომ საფრანგეთში 4-ჯერ მაღალი საშუალო ხელფასია და პენსია 3500-დან 5500 ლარამდე მერყეობს. შაბათის ტრადიციული მარში დღეს მედიას ეძღვნება. ფილარმონიიდან პარლამენტამდე მსვლელობის მონაწილეები მხარდაჭერას და სოლიდარობას უცხადებენ დამოუკიდებელ მედიასა და ჟურნალისტებს. განსაკუთრებით კი მზია ამაღლობელს. თავისუფალი მედიის გარეშე არ არსებობს თავისუფალი საზოგადოება, დავიცვათ სიტყვის თავისუფლება. ასეთია დღეს მარშის მთავარი სათქმელი. გათავისუფლებული ხართ ამ სიტყვებით მიმართა დონალდ ტრამპმა ნატოს და ალიანსი ისევ გააკრიტიკა, რომ ირანის წინააღმდეგ ომში არ დაეხმარა. ამერიკის პრეზიდენტის თქმით, მაშინ როცა მისმა ქვეყანამ ტრილიონობით დოლარი დახარჯა ნატოსგან საპასუხო დახმარება ვერ მიიღო. უკრაინამ რუსეთის ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტი ქართული წარმოშობის მიხეილ მამიაშვილი დაასანქცირა. ზელენსკიმ დღეს ხელი მოაწერა 5 პირისთვის პერსონალური სანქციების დაწესებას. მათმა ქმედებებმა საფრთხე შეუქმნა უკრაინის ეროვნულ ინტერესებს, უსაფრთხოებას, სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას, ნათქვამია ბრძანებულებაში.